საგაუმშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ ვიწყებთ მისტერ ვალენტინი 2017-ის ფინალურ ეტაპს. სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები. რომლებმაც გაიმარჯვეს თავიანთ რეგიონებში და ახლა ჩვენთან თბილისში ჩამოვიდნენ. დნენ და აქ დაამშვენებენ კონკურს. რსს. ოდესმე მაცდი ლაპარაკს. აბატიეთ აღარ დავარგოთ გენდერულ თანასწორობას ძალიან. კონკურსში მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს ტექნიკის სახლი ნესტან ტექნიქსი დააჯილდოვებს 5000 თეთრიანი ვაუჩერით. ავტოსალონი გუჯა მოტორსი მეორე ადგილზე გასულს თავაზობს ბიზნეს კლასის ავტომობილით 1 საათიან გასეირნებას თბილისის ქუჩებში. ხოლო პირველ ადგილზე გასული კი მიიღებს ვაკეში მშენებარე 9 სართულიან კორპუსში ახალ გარემონტებულ ბინას მე-16 სართულზე. მე-15 სართულზე. მაშასა ჩვენი პირველი კონკურსანტი მისტერ ემიგრანტი. ეხლა კი გადავინაცოთ წვანე ოთახში. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით მეგობრებო აბსოლუტურად ყველას და ჩვენს წინაშეა პირველი კონკურსანტი, რომელსაც მე გავესაუბრები. რატომ გადაწყვეტეთ მისტერ ვალენტინობა? Hello everybody, ყველას მე ახლა ვცხოვრობ in Israel. I was born in საქართველოში გზეთა 1932. Next მე უეხა в Америку, там я writing, singing, много sing. მე ვიღებდი მონაწილეობას ბევრ კონკურსებში, სამწვრებს მინდა რომ გავხსნე. Now in did you know what I mean? Do you see? Did you and მე მინდა რომ აქ საქართველოში მოვახდინო ჩემი ნიჭის realization. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. Did you understand what do you mean? რაც ვქვი, ანუ ეგ არის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ, შეგიძლიათ მივძადეთ. აქედან მისტერ ემიგრანტი. გამარჯობა. დღეს რას წარმოგვიდგენთ? Сегодня мы выберем sing, который я написал myself, and text, lyrics and კი ბატონო. გთხოვთ. She's scared. She's scared. Well, I'm the witness. I'm the fire. Your desire. Well, I'm the witness. I'm the fire. Your desire. See the faces there. I see the snow. მადლობა, ეს იყო მისტერ ემიგრანტი. ეხლა კი ჩვენის შემდეგი კონკურსანტი მისტერ ქართლი. გადავინაცვლოთ მწვანე ოთახში. კი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა და მაინტერესებს რა საპირეთ მოგების შემთხვევაში. მოგების შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ წაგების შემთხვევაში მაგრა დაგერხევა ჯიგარო რა. ყველადაც შედათურე ხა, ორგანიზაციები, კორები თუ ისეთი, უკვე კარგით. თქვენ ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა? ჩემ ჩაცმულობაზე ბანკეტის ჩაცმულობა მიზრუნა 20 წლის მქონდა, ეხლა პატარა გემეჭერს, მაგრამ კარგი, გაიგე, მორგებული მაქვს თავისებურად და კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვო და მინდა მიმართო ხალხს იმისათვის, რომ მე არ დამეთხეს, ძალიან გთხოვთ კონკურსაც დაუმესო. ხო, და ნომერიცა რა, დარეკე, ნომერისა 20-21-22 რა. ანუ არ დაგაბეჭდეთ 20-21-22 რა. 20 იწყება და 22-ზე თავდება რა, ჩვენში 21 არის რა, ანუ 20-21-22. გაბაუშვით რა, მე დარეკეთ, ვიცა ხარ, დაცა ხარ. გავიდე, გავტრასო რა. გელოდებიან სცენაზე.
ჩვენს წინაშეა მისტერ ქართლი. ბეჭო, ვენა ჩამე. ვენა მე გეკეთე. ბეჭო, შენა დაგალეწო თავზე ეგრება. მაშასეს შემდეგი კონკურსანტი მისტერ ქუთაისი. ნახოთ რა ხდება მწვანე ოთახში. როგორც მივხვდით თქვენ მისტერ ქუთაისი, ხო? გამარჯობათ, არა ჩემო დაია. გეშლება, ანუ მისტერ ქუთაისი არის ჩემი ძმაკაცი. ჭყუტაია რა, გაგიგიათ. ალბათ და პროსტა არ ეცალა მაგას ახლა და მე გამომიშვა რა, ხო ხტები ძმაკაცია და მენდოვა რა და წამევედი მთხოვა და აი პრობლემა რა მე? პრობლემა. არა. რა ვიცი. იგი რა, კაი კამერა ქონია, თვითონ მოგე შეხედა ჩემი, მოდი. მოდი. კამერა. ბოდიშ გიხდით ტექნიკური ხარვეზისთვის ჩვენს ქუთაისელ კონკურსანტს მეგობრები ახდენ და ოპერატორის კამერა დაალომბარდეს. ახლა კი შევეგებოთ მისტერ ქუთაის. ეს ფიჯო მოდი. ესე ბოდიში უკაცრავად ესენი ვინ არის? აგინდა, ბიჭი შენ არ მითხარი, მაღალი, სიმპათიური ბიჭი უნდა იყო? მერე? მერე ეგია, მაღალი ეგია სიმპათიური და ბიჭი კი ვარ, მე აგინდა, მაღალი. და ჩვენს მოგიბულას რით აპირებთ? უნდა ვიცეკო ცეცხლოვანი ცეცხლა. გთხოვთ. გიბრუნდით. მოგწანდით. აი ეს არის ჩვენ შემდეგი მონაწილე. ჯერ სად შემოყავ? შენ ოთახში გაესაუბრე ჯერ. ჩემ ოთახში რანაირად გავესაუბრო და გავიწორო ლომბარდშია კამერა. კარგით მე დაგიტოვოთ ჩვენ შემდეგ კონკურსანტს. მადლობა ციაკოს. გამარჯობათ. გაქვთ გამარჯვების იმედი? და იმედი როგორ არ მაქვს, მაგრამ აი საშინლად არ მინდა რომ ამ არა ქართულ კონკურსში გავიმარჯვო, იცი? ეს სად არის? ქართული სული სად არის? მიმოიხედეთ ხალხო, სად არის ქართული სული? აი, კიდევ კარგი რომ ჩემი წამოვიღე, იცი? ეს უ ქართული სულია, დაადე. ამხრივ შეეხეთ ამდენიც აი გეხები ეწებით რანაიც ვალენტინობას რატო დაამთხვიეთ საერთოდ გეკითხებით აი ქართული დღესასწაულები არ გვაქვს კორკოტობას გავაკეთოთ ხალხო ჭია კოკონობას გავაკეთოთ ეს კონკურსი არ შეიძლება აი ძალიან კი ბატონო მე ძალიან გავბრაზდი თქვენზე იცი ხა მე წავალ და ჩემი წინაპრების ძლები დამეკავები ნოსპირში მე თუ აქ ფეხი დავდგა საერთოდ თქვენი ნება კარგად ზანდებოდი ახლა რეჟისორმა მაუწყა რომ მწვანე ოთახის კამერა ადგილზეა და შეგვიძლია იქ გადავინაცვლოთ. სადაც სულ მოუთქმელად გველოდება ჩვენი შემდეგი კონკურსანტი მისტერ ფოთი. დიახ, ჩვენ გიბრუნდებით ისევ ეთერში. ეს თავზე რა გაქვთ უკაცრავად? ეს ფოთში მისტერ ვალენტინი მოვიგე და მაშინ დამადგეს თავზე. კი. და ხამსას გვირგვინი რატომ გაქვთ თავზე? ეს ჩვეულებრივი ხამსა კი არ არის ქალბატონო, ეს არის მისტერ შავი ზღვა, ეს არის მისტერ პალიასტომი და ეს არის მისტერ იონი. ეს დანარჩენები პროსტა პლიაზე ჩამეზინა და მაშინ მიმეწება. კი, მიმეწება. აკით მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ მიბრძანდეთ სცენაზე. მადლობთ. მაშასე მისტერ ფოთი. მოგესალმებით. ხო, რა მაინტერესებს თქვენთან ახლა ისა გამარჯვებულზე პრიზი არის საგზური რამე? კი, საგზური იტალიაში. აი ახლა რა არის იცი მე მგზავრობა მწყინს და პირდაპირ ფული რომ მომცეთ ისე არ იქნება ვითომ? არა, ბატონო, პრიზი. კარგით, მაშინ არ მინდა მე წავედი მისტერ ფოთობაც მეყოფა. წავედი. კი, წავედი. და შემდეგი კონკურსანტი ხავთ მივესალმოთ მისტერ ლოტკინი. Ekşi oğul sesi Lotkini do. Lotkini ki ara Lotkini ya. დიახ, მოგესალმებით, თუ შეიძლება უკეთ წარმოგიდეთით. გამარჯობათ, მეო Lotkini აბოზა. და მე მინდა ოჩემი უბანი, ჩემი კორპუსი, სადაც მე ცხოვრობ. მე-18 კორპუსის მეორე სადალბაზოს ცხოვრები ყველა ჩემი მაგარი ძმა და მაგარი მეგობარი გავაცნო მთელს ქვეყანას და მთელს სოფლიოს
ცოტა ჩაწია რა დაიკო რა. გავაცნო თელ მსოფლიომ რომ გაიცნოს რა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. გთხოვთ მიბრძანდით სცენაზე. რა სცენაზე შენ ხო აწუილებთო? რა სცენაზე ავიდე, რა გავიდე. მე სცენაზე ავალ, რა ისე გავაკეთოთ ეგ ამბავი, პრობლემა არ იყოს რა. აი მე სცენაზე გელოდებიან, უნდა წაბრძანდეთ. რა მეთქი, ჩემო დაიკო რა სცენაზე რა. ბატონო აბრეს იქნებ დაგვიბრუნდეთ, სცენაზე მოხვიდეთ. აა მე მესმის თქვენი ძალიან კარგად პარა. რა მოვა რა სცენაზე რა. მიხედე ახლა რა პრობლემა ხო არ იყო მანამდე და. თქვენ უნდა წაბრძანდეთ სცენაზე თუ აუცილებელი. რა მართლა რა. ნუ გატო რა საქმე შენ. ვინაიდან მისტერ ვარკეთილმა უარი განაცხადა სცენაზე გამოსულიყო, მივეგებოთ შემდეგ მონაწილეს, მისტერ სურამი. მოგესალმებით ყველასას, უყენას აბსოლუტურათა. მოგესალმებით. ზედმეტი წონა ხო არ გაქვთ თქვენ კაცრავად? ეგრე არ არის ჯიგრის ლომო რა. თავარი აქა წონა და გარეგნომა კი არ არის, თავარი არის გონებრივი შესაძლებლობები და ინტელექტი, გაიგე? გასაგებია ესე იგი. რა ვთქვი ბოლოსა? ინტელექტი. ეგ არის თავარი. კი ბატონო. მე დედასპინცა ვარ, სულ მეუნები ხომე ჩემ თავსა რომ მამუკა, შენ ამ სუქანი რო ხარ ძმაო, ეგ არ არის პრობლემაი. თავარი არის გონებრივი შესაძლებლობები. გაიგე მამუკა? მოდი მინო მომისმინე ერთი წუთი და მე რეწადი და გააკეთე ეგ საქმე. მამუკა მინდა, კი არ გაიგონებს ახლა, გაიგე. კარგი, სახეზეა. მიბრძანდით გელოდებიან სცენაზე. წარმატებებს გისურვებთ. მაშასე მივეგებოთ მისტერ სურამი. დიდი მადლობა. ახლა კი ყველა მონაწილეს ვთხოვ სცენაზე. შალომ შებელი ისრაელი. ამიკა გუგანაძე, სურამი. ური პაპა ხუთაისი. ბუკო შალელაშვილი, კატოე! რა შურყა იაპონი! ჩვენი კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, რომელსაც დახურავთ ჩვენთვის ყველასათვის უსაყვარლესი მომღერალი მარიკო ლეჟავა.